გამარჯობა. მივესალმები ყველა ჩემს კოლეგას პირველ რიგში, კვლევარს, მეცნიერს, პედაგოგს, ადამიანს, რომელსაც შეხება აქვს განათლებასთან. მივესალმები და ულოცავ დღევანდელ გამარჯვებას. ყველა პირს, რომელიც განიცდიდა შექმნილ ვითარებას უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით, რომელმაც ნაბიჯები გადადგა აი ამ აბსოლუტურად ხელოვნურად შექმნილი კრიზისის წინააღმდეგ, იმის წინააღმდეგ, რომ ჩვენი შვილები უბრალოდ გახდნენ უფასო და იაფი სამუშაო ძალა. ყველას ვულოცავ მოპოვებულ გამარჯვებას. ახლა გამოცხადდა გადაწყვეტილება, რომ არ გაერთიანდება სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი და ეს არის სწორი გადაწყვეტილება. და ეს არის თავიდან ბოლომდე მოპოვებული იმ ხალხის, ვინც გადაწყვიტა, რომ დაეცვა უმაღლესი განათლება, დაეცვა უნივერსიტეტების ავტონომია. ძალიან დიდი მადლობა ორივე უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ვინც არსებული წნეხის მიუხედავად გაბედა და საწინააღმდეგოდ ხმა მისცა ამ შემოთავაზებულ იდეას. ეს იდეა არ იყო არც დამუშავებული და ნამდვილად არ იყო გათვლილი ჩვენი შვილების კეთილდღეობაზე. სამართლიანობამ გაიმარჯვა. სამართლიანობა გაიმარჯვებს ყოველთვის, როდესაც აღმოჩნდებით ადამიანები ხმის ამოსაღებად და მის დასაცავად. ეს ძალიან სერიოზული მიღწევაა. ის ბოროტება, გაუთვლელი, დაუგეგმავი გადაწყვეტილება, რომელიც იყო ჩვენს წინაშე, შეჩერდა დროებით დღევანდელი განცხადებით. ის იდეა, რომელიც მიდიოდა ივანე ჯავახიშვილის, პეტრე მელიქიშვილის და ჩვენი ერის დამფუძნებლების იდეის საწინააღმდეგოდ. როგორც მათ წარმოიდგინეს სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი, ეს იდეა გაჩერდა. მე როგორც თესეუელს ადამიანს, რომელმაც დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ვამაყობ ამით, რა თქმა უნდა, მიხარია გადაწყვეტილება ეს. თუმცა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ როგორც სახელმწიფო აქ არ უნდა გავჩერდეთ. ჩვენ როგორც სახელმწიფო უნდა ვამაყობდეთ ჩვენი უმაღლესი განათლების მაჩვენებლებით. ჩვენ როგორც სახელმწიფო უნდა ვამაყობდეთ, რომ საქართველოში იწერება კვლევები, კეთდება აღმოჩენები, რომელიც საამაყოა და საჩვენებელია მთელი მსოფლიოსთვის. თუ ეს შეუძლია პატარა სინგაპურს, რატო არ უნდა შეგვეძლოს ეს ჩვენ? რატო უნდა იყოს ყველა დაწესებულების დიპლომი უბრალოდ ფარატინა ფურცელი და რომელსაც ამაგრებს ერთადერთი რამ, მშობლის კონტაქტები მოაწყოს შვილის სამსახურში. ეს ასე არ შეიძლება რომ დარჩეს. ჩვენ ნამდვილად უნდა განვახორციელოთ და განვახორციელებ რეალურ რეფორმას განათლებისა, როდესაც ქართულ დიპლომს, ისევე როგორც ქართულ პროდუქტს, ქართულ ნაწარმს დაედება საერთაშორისო ფასი. მე მინდა გაგახსენოთ და მოგიყვეთ, რომ როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომით მოვხდი უცხოეთში, პირველად სამაგისტროზე ჩავაბარე ჰოლანდიაში, ნიდერლანდების სტიპენდიით, მაშინ აი ყველა უცნაურად უყურებდა ამ დიპლომს, რა იყო, საიდან მოდიოდა. დღესაც ძალიან ბევრი არის რამე გასაკეთებელი იმისთვის, რომ მაჩვენებლებში ორივე უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი წინ წავიდეს. ამისთვის უნდა დავაფინანსოთ განათლება. ამისთვის უნდა ჩავდოთ ფული პროფესორებში. ამისთვის უნდა ჩავდოთ ფული კვლევაში. ის მიზერი, რაც არის გან რუსთაველის ფონდი, ის მათხოვრობა უნდა გაასმაგდეს. ამაზე მე ცალკე შეხედულებები მაქვს, რომელსაც მოგახსენებ და რომელსაც საუბრობდი საარჩევნო კამპანიის პირობებში. თუ რაიმე მე კარგად ვიცი, ეს სწორედ ეს სფეროა. როგორც ადამიანი, რომელმაც უმაღლესი განათლება მივიღე საქართველოში და შემდეგ შევძელი, რომ მთელ მსოფლიოში დამეშენებინა ამაზე ზევიდან ბევრი რამ და მთელ მსოფლიოში საინტერესო იყოს ის, რასაც ვაკეთებ, წერ და ვამბობ. ეს
ვფიქრობ ეს გამოცდილება ეს ცოდნა აუცილებელია იმისთვის რომ აქ არ გავიყინოთ ეს ერთი ბრძოლა ჩვენ მოვიგეთ ყველას გილოცავთ ვიზეიმოთ ხალხო აღნიშნეთ უთხარით თქვენ თავს აკადემიურმა საბჭოებმა უთხარით თქვენ თავს მაგრები ხართ ყველას სათითაოდ დიდი მადლობა მაგრამ უმაღლესი განათლება წინ უნდა წავიყვანოთ ქართული დიპლომი უნდა გახდეს ძვირფასი და საამაყო ამას გავაკეთებ მე და ამას გავაკეთებთ ახალი თაობა აბა კოცნით ძალიან მიყვარხართ